მიყვარდა ბუნება. ამ შესანიშნავ ბუნებაში ვიზრდებოდი და მიყვარდა ირუტყვი და ფიქრობდი რომ აი სოფლის მეურნეობის მუშაკი გამოვიდოდი რა ზოოტექნიკოსი გამოვიდოდი ხანდახან მიტაცებდა მედიცინა ვაგროვებდი რეცეპტებს ხალხური მედიცინის დარგში და მინდოდა ისეთი ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყავი რიგითი ადამიანი და ეს იყო ჩემი ოცნება. ფიქრები წარსულზე იქეძალება, სადაც ოდესღაც ოცნებობდა. ბავშვობის მოგონებები თვალს უსველებს და წელიწადში რამდენჯერმე სნოში უხმობს. მშობლიურ მხარეში ფიქრები ირევა და წარსულს მომავალი ერწყმის. არარიგითი ადამიანი თავის სულიერ გრძნობებს მელოდიურად გადმოსცემს, ფიქრებს წარსულსა და მომავალზე. ის, რასაც გრძნობს და განიცდის, ერთ პატარა ოთახში მუსიკად იღვრება. აქ მისი სულის ნაწილი და ღვთის სასწაული ხარობს. ასე უწოდებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ბუნებას, რომელიც მასში მელოდიას ბადებს. ეს არის დიდი კვერექსის ესეთი ერთ-ერთი ვარიანტი. ეს დაიხვეწება, რაც თქმა უნდა, ჰარმონია შეიქმნება მისი. ასეთი უკვე 20-მდე ჰარმონია დაიხვეწა. უმეტესობას ერი მაშინ გალობს, როცა მთელი გულით უფალს წყალობას თხოს. სამცხსომ ხშირად არც კი იცის, რომ სულში ჩამწვდომი წმინდა ოღმერთო არა წინაპრების დანატოვარი, არამედ მათი მწყემსთავრის შემოქმედებაა. ეს ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესებული ახალგაზრდა მღვდელ მონაზონი ილიას პირველის სულის სიმფონიაა. ჩვენ გვქონდა სახლში, საეპარქიო სახლში ფიზგარმონია და იმაზე შევადგინე და არავინ არ იცოდა ამის შესახებ და მერე სამშვიდობო კონფერენცია იყო პრაღაში, ჩეხოსლოვაკიაში და უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე წამწანდა იქ და მე ვახვდი თან. ეს კონფერენცია შედგა ერთ-ერთ დიდ დარბაზში, პრაღის დიდ დარბაზში და სანამ დაიწყებოდა სხდომები მე დავინახე დიდი ორღანი და მივედი და იქ შევასრულე პირველად წმინდა ოღმერთო და უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე უცბად მიხვდა რომ ეს იყო ქართული გალობა და იყო წმინდა ოღმერთო და დაიწყო გალობა. ესე დაიწყო მისი შესრულება. ეს ჩემშია. ალბათ ყოველი ადამიანი წერს სიმღერას თუ საგალობელს იმას, რაც დიდი ხანია ჟღერს მის გონებაში, მის სულში და ეს გამოვლინდება მხოლოდ. ჩინელები ამბობდნენ, რომ მუსიკა აკეთილშობილებს ადამიანს, ადამიანის სულს და აღყავს ზეცას. წერს გულით და არანოტებით. სულის მუსიკად კლასიკას აღიარებს. ყველაზე მეტად ლუჩანო პავაროტის და მონსერატ კაბალიეს აფასებს. მათ ხმებს მისთვის სიმშვიდე მოაქვს. არ უყვარს ჯაზი და საესტრადო მუსიკა. ამბობს, რომ მძიმე ჟღერადობა შინაგან სამყაროს ანგრევს. მალი ვარ და ხმალთა ბატონი
მთისკალთა მეფის სადიდებელს უსმენს, მწვერვალი კი ნისლს. აქ ბუნება ისეთივე მისტიკურია, როგორც მისი შვილის ცხოვრება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. იზრდებოდა რუსულის მასწავლებლის ოჯახში. ზაფხულს სტეფანწმინდაში ატარებდა. დღეს ნო კავშირია წინაპრებთან. ასეთი გადმოცემა, რომ ამ ხეობაზე ჩამოიარა ვახტანგ გორგასალმა თავისი დის დასახსნელად, რომელიც მოიტაცეს ოსებმა და აქ იყო ჩვენი წინაპარის სნო. მას ყავდა შვილი ხუდუშა და ვახტანგ გორგასალი გახდა ნათლია ხუდუშას. მეფის ნათელმირონი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გვარის ლეგენდად ქცეული წარსულია. ხუდუშა ურთამოდგმა უძველესია და მოხევეთა შორის განსაკუთრებით პატივცემული. მე-17 საუკუნეში სიმამაცით გამორჩეულმა შიოლა ხუდუშაურმა ჩრდილოეთის საზღვარზე მტერი არ გაახარა. მეფის ერთგული იყო და თავისი ჯარით სიცოცხლის ბოლომდე გვერდში ედგა. სწორედ მისი პირდაპირ შთამომავალი, ანუ შიოლას შვილია კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ასეთი წარმოშობისაა უწმინდესის მეორე გვარის შიოლაშვილი. ამიტომაც ინახავს უწმინდესი და უნეტარესი წინაპრის ხანჯალს ასეთი დიდი მოწიწებით. აი ეს ნიშანია, რომ დედამიწის წრე და ჯვარიზე, რომ მეფის მიერნაც მიცემულია. მეორე მხარეს გელია გამოსახული. როცა მონათლეს 3 დღის იყო, ჩულს ირაკლი დაარქვეს მეფე ერეკლეს პატივსაცემად. უფლის სიყვარული მშობლებმა ასწავლეს. მამა გიორგი ხუდუშაური დილაუთენია ლოცვად დგებოდა, მაშინ როცა ბავშვებს ჯერ კიდევ ეცინათ. ყოველ საღამოს კი შვილებთან ერთად 90-მეათე ფსალმოს კითხულობდა. 90-მეათე ფსალმონი ძალიან ძლიერია ყოველი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ. და ჩვენ აუცილებლად ზეპირად უნდა გწოდნა და 90-მეათე ფსალმონი და მერე მამა ჩემი კითხულობდა ლოცვებს ზეპირად და თავრებდა ლოცვებს, გვასხორებდა ნაკურთხ წყალს და ჩვენ მივდივოდით დასაცინებლად და თვითონ აგრძელებდა ლოცვას და საქართველოს დიდების ხალხზე რამდენი წმინდანიც არის. შაბათს მივდიოდით ეკლესიაში და კვირას. ასე რომ დედაჩემი შაბათს უკვე ამზადებდა საჭმელს კვირისათვის. უწმინდესის დედაზე მოხევეები ამბობდნენ პირიდან თაფლის წყალი ამოსდისო. პატრიარქი იხსენებს, როგორ შეიკრიბნენ ერთხელ ბავშვები დედამისის ირგვლივ. ნატალია კობაიძე ყველას მიალერსა, თავად პატარა ირაკლი კი უყურადღებოდ დარჩა. დედასთან მისულა და მოფერება უთხოვია. მან შვილი კალთაში ჩაისვა და უთხრა: შენ ხომ ჩემი ოქრო ხარო. ეს სიტყვები პატრიარქს ისე ღრმად ჩარჩა გულში, რომ დღეს ყველაზე დიდ სითბოს სხვების მიმართ სწორედ ამ ფრაზით გამოხატავს. შესაძლოა დედის სიყვარულმა განაპირობა ის, რომ ყველაზე მეტად წმინდა თამარ დედოფლის ხატის წერა უყვარს. მე აღარ მახსოვს, მე რამდენია ეს ხატი და მიყვარს შემკობა თამარ მეფის ძირფასი თვალმარგალიტებით შემკობა და მინდა გამოვხატო ჩემი სიყვარული და პატივისცემა. ეს ორი ესკიზია თამარ მეფის და ძველთა დღეთა. თითქოს დამთავრებული მქონდა თამარ მეფე, მაგრამ მე რაც დრო გადის
ავტორი მხატვარი სხვანაირად ხედავს და არ მომეწონა და წავშალე და ახლა ვიხილ. თავმდაბალი და თვითკრიტიკულია, მაგრამ თვითნასწავლი მხატვრის ხატი ცოცხალია და სულში ჩამწდომი. პირველად შოთა რუსთაველი დახატა მაშინ, როცა ჯერ ბავშვი იყო. პორტრეტებს ზოგჯერ ახლაც ქმნის, თუმცა ძირითადად მისი ფუნჯი ტილოზე შეუცნობად სიღრმეს გამოსახავს. ამბობს, რომ ხატი სარკმელია, საიდანაც ადამიანი ცას ხედავს. ამიტომაც ხატებს არასდროს იტოვებს, ან ჩუქნის, ან ტაძრებს წირავს. ხატვა ამასთან ერთად სულიერი დასვენებაც არის. მე ვფიქრობ, რომ ყოველი ადამიანი უნდა ხატავდეს და სულიერად ისვენებდეს. ყველას შეუძლია. ზოგი ამბობს, რომ აი ნიჭი არ მაქვს და შემდეგ სინამდვილეში ყოველ ადამიანს აქვს ნიჭი. განსაკუთრებით ფიროსმანის ნიჭს აფასებს. მოსწონს მისი ფერთა სიმრავლე. თავად პატრიარქის პალიტრას მუქი ფერები ქმნის. უწმინდესის ფუნჯი კი მას საუცხოო სითბოს წენს. საყვარელი ოთახის კედლებს თექის ნამუშევრები ამშვენებს. თითოეული მისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მატყლისგან ნაქარგი. აი ყაზბეგში შესრულებული თექები. ეს 64-ია და ჩვენი საგვარეულო ციხე. სნოს ციხე. სნოს ციხისკენ მიმავალ დილიგს ხშირად მიუყვებოდა. ეს გზა წარსულისკენ მიდიოდა. პატარა ირაკლი ამ ღრმად გადგმული ფესვების სიყვარულით გაზარდეს. ბავშვობაში ავდიოდით მან ციხეში და დედაჩემი აწყობდა ხადებსო აყობდა იქ სამთელს ვამთებდით და ვიხსენებდით ჩვენ წინაპრებს. ჩემს ბავშვობაში აქ ბევრი იყო ხალხი და ახლა დასოდა. ბევრი ხალხი თავს ხუდუშაურების ოჯახშიც იყრიდა. კარი ერთნაირად ღია იყო ხელისუფლებისგან დევნილი სასულიერო პირებისთვის და გაჭირვებული ადამიანებისთვის, ქრისტიანებისთვის და მუსლიმებისთვის. ის, რაც მაშინ მოხევეთა სახლში ხდებოდა, პატარა ირაკლისთვის ყველა გაკვეთილზე მნიშვნელოვანი იყო. როცა იყო გიორგობა, მთელი სახლი სავსე იყო მათხოვრებით. მამაჩემი არ ეძახდა დიდ ადამიანებს, მის მეგობრებს ეძახდა მათხოვრებს. ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა ქისტები მამაჩემს, მუსულმანი ქისტები. ისინი მოდიოდნენ ჩვენთან და ჩვენ გქონდა თელევიზიები მათ ჩამოსვლას და საუკეთესო ოთახში ჩემი მშობლები შლიდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისებურად ელოცა და ჩვენ მეორე ოთახში ლოცულობდით ხატების წილად. მე ერთად ხდებოდით მაგიდასთან. ამბობს, რომ ხმამაღალი საუბარი ოჯახში არასდროს გაუგია. ხუდუშაურებმა 7 შვილი ასეთ გარემოში გაზარდეს. ომის პერიოდში ვლადიკავკაზში ფრონტისპირა ზოლში ცხოვრობდნენ. თუმცა მძიმე ყოფას ოჯახური სიმყუდროვე არ დაურღვევია. იმდენად მორიდება ჰქონდათ ერთმანეთის და კრძალვა, რომ სახელსაც სახელით არ მიმართავდნენ ერთმანეთს.
ეს რაღაც დამცირებად მიაჩნდა და მიმართავდნენ ასეთი სიტყვებით არ გესმის ეს არ გესმის რო იტყოდა მამაჩემი ესე იგი დედაჩემი უკვე იცოდა რომ ეს მას ეხება წარსულზე საკუთარი ხელით შექმნილ სიმწვანეშიც ფიქრობს ყაზბეგის ველურ ბუნებას ნაზიარები თავს ყველაზე კარგად ზამთრის ბაღში გრძნობს თითოეულ მცენარეს სათუთა თulis და თითოეულის ისტორია ახსოვს ძალიან უნიკალური მცენარეებია ზოგი აი ეს ორი მცენარე ეს პატარები გერმანიიდან ჩამოტანილია ეს იაპონიიდან 47 წლისა აი ეს შუაში და მაგაში მისცეს 75,000 евро ესეთი ძვირფასი ჩამოიტანეს და გვაჩვენეს აი კაქტუსები გამხელა გაიზარდა აი ეს რგვალი კაქტუსი გერმანიიდან ჩამოტანილია 17 წლისა ასე რომ ასეთი უნიკალური მცენარეებია მათი მოფერების დროს დაძაბულ დღეებშიც პოულობს მცენარეებისგან დადებით მუხტს თავადაც იღებს ამიტომ ყოველ თავისუფალ წუთს ამ ოთახში ატარებს დრო ძალიან ცოტა არის იმიტომ რომ ძალიან სერიოზული საკითხები დგას ეკლესიის წინაშე და ის უნდა სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს ამიტომ დრო ძალიან ცოტა რჩება დრო ბევრი ჰქონდა პატარა ირაკლის ოჯახთან ერთად ყოველ კვირას ტაძარში დადიოდა წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში ყოველთვის წინდადგომას ლამობდა უკვე მაშინ ძალიან უყვარდა შესამოსელი მე ვდგებოდი პირდაპირ ამბიონზე ისე რომ ვეხებოდი დიაკონის შესამოსელს თავს დავხრიდი თითქოს ვლოცულობდი და სინამდვილეში თავს მივადებდი იმ შესამოსელს და როცა ჩვენთან მოდიოდნენ ну გაიხდიდნენ ანაფორას დახკიდებდნენ მეორე ოთახში და ჩემ მამასთან საუბრობდნენ ან მაგიდასთან ისხდნენ სადილობდნენ და მე შევიპარებოდი იმ ოთახში და ჩავისმევდი და მიხაროდა მაშინდელი პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე მათი ოჯახის საშუალებით ურთიერთობას ამყარებდა ვლადიკავკაში მცხოვრებ ქართველებთან. საეკლესიო ცხოვრებასთან ასეთმა ახლო შეხებამ ახალგაზრდა ირაკლი ღუდუშაურს ხელი ააღებინა სამედიცინო მისწრაფებაზე და ზაგორსკის სასულიერო სემინარიისკენ უბიძგა. მაშინ აკადემიის მასწავლებლები ქრისტიანობას შორეულ აღმოსავლეთსა და ჩინეთში ქადაგებდნენ. უკვე მაშინ ქართველი სტუდენტი წუხდა იმაზე, რომ მის სამშობლოში სამონასტრო ცხოვრება თითქმის აღარ არსებობდა. ინგრეოდა ტაძრები და ნადგურდებოდა სიწმინდეები. სემინარიაში სწავლის პერიოდში განსაკუთრებით ბერად აღკვეცის წესზე დასწრება უყვარდა. მე რომ სემინარიაში დავიწყე სწავლა, მე მქონდა სურვილი, რომ ყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი. და მინდოდა სულ პატარა სოფელში, საქართველოში ყოფილიყავი მოძღვარი. და ოცნება მქონდა რომ მეშრომა, აი მიწაზე მეშრომა და სოფელში მეშრომა როგორ შრომობს ხალხი. სტუდენტებს მქონდა ასეთი წესი, ეხლაც არის, რომ ყოველ დილას მივდიოდით ღირსი მამა სერგი რადონეჟელის ტაძარში და იქ თაყვანს ვწერდით. ვებულობდით ლოცვა კურსხევას. და ამანაც იმოქმედა.
ამან იმოქმედა 24 წლის სტუდენტის გადაწყვეტილებაზე საეკლესიო ცხოვრებაშიც უფრო მძიმე გზა აერჩია. უკვე მეორედ მისი ოცნება სრულიად არ დაემთხვა რეალობას. ზუსტად 50 წლის წინ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ირაკლი ღუდუშაური ბერად აღიკვეცა. იმ პერიოდის ახალგაზრდებს შორის იგი პირველი მონაზონი იყო. ეს ამ უნიკალურ ვიდეო არქივშიც კარგად იკითხება. სწავლის დასრულებისთანავე მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. შესთავაზეს ლექციების წაკითხვა და საპროფესორო სტიპენდია, მაგრამ მან საპატიო კარიერაზე უარი თქვა და სამშობლოში დაბრუნდა. 1963 წელს ხელდასხმულ იქნა ბათუმ შემომქმედელ ეპისკოპოსად. შემდგომ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად. საქართველოს ამ კუთხის სამწყსოს 11 წელი წინამძღვრობდა, როცა უკვე დაკარგულ მიწაზე ფეხი დადგა, 11 წლის ემოცია ერთად მოეძალა. ჩვენ არაფერი არ დავკარგეთ. ეს დროებით ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის. ეს იყო და დარჩება საქართველოს შემადგენლობაში. 1977 წელს გარდაიცვალა პატრიარქი დავით მეხუთე. იმავე წლის 25 დეკემბერს საპატრიარქო ტახტზე 44 წლის მეუფე ილია ავიდა. მაშინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაიფსო. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ეკლესია. ერთმა სასულიერო პირმა ასე თქვა, რომ პატრიარქმა ჩაიბარა სუდარა გადაფარებული ეკლესია. დილის 6 საათზე უფალთან სასაუბროდ მიდის. ასე ყოველ დღე მზეს სანთლის სხივი ასრებს. მაშინ, როდესაც ერს წინავს, მისი სულიერი წინამძღვარი ღმერთს სამწყსოს კეთილდღეობას, სამშობლოს ერთიანობასა და სიძლიერეს ავედრებს. ამ დროს დიდი მადლი მოდის, შეუცნობელი, მაგრამ ძლიერი. მაშინ, როცა სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარა, ყველაფერი სხვაგვარად იყო. პატრიარქს არ ყავდა ქართველი სტიქანოსნები, თუმცა სიონის საკურთხეველი ახალგაზრდებით მალე გაიფსო. მაშინ სულიერება ეროვნულ იდეებს ერწყმოდა. საკათედრო ტაძარი ქართველი დისიდენტების თავშესაბრად იქცა. ეკლესიის ეზოში პირველი პროკლამაციები იწერებოდა. მაშინ ყველამ აიტაცა სულიერი წინამძღვრის მოწოდება, ქართველნო, ერთად ღვთისაკენ. ძალიან ხშირი შემთხვევა იყო, როცა ჩვენ გეგმავდით რაღაც საქმის გაკეთებას, ხელისუფლება წინააღმდეგობას გვიწევდა, მაგრამ საქმე მაინც კეთდებოდა. ასე გაიხსნა სასულიერო აკადემიები, სემინარიები, სასწავლებლები. ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა. უწმინდესმა და უნეტარესმა ეს სიტყვები აღსაყდრების დღეს წარმოთქვა. უსაზღვრო მოწყალება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში აისახა. მისი მოღვაწეობის პერიოდში ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას მრავალი წმიდანი შეემატა. დამკვიდრდა ქართული ტრადიციული მრავალხმოვანი გალობა. მისი ლოცვა კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია. საუკუნეების შემდეგ კვლავ აღდგა გელათის მეცნიერებათა აკადემია. გაიზარდა სამღვდელოების რიცხვი. აღდგა და აშენდა მრავალი ეკლესია მონასტერი, რაც სამების გრანდიოზული ტაძრით დაგვირგვინდა.
პატრიარქობის პირველ წლებში ყველაზე მეტად სამცხსოში რწმენის დაბრუნებაზე ოცნებობდა. მაშინ მთელი საქართველოს შემოიარა. მრევლს ღვთის სიყვარულს უნერგავდა და ქრისტეს მცნებებს ქადაგებდა. არაერთხელ გამართა საყოველთაო ნათლობის რიტუალი. ყოველთვის იდგა იქ, სადაც ერს სჭირდებოდა. პავლე მოციქული ამბობს, სოდვილთაგან პირველი მე ვარ. მე რაღა მეთქმის. ალბათ მთელი საქართველოს სოდლები რომ შევკრიბოთ, ეს ყველაფერი ჩემშია. და მიუხედავად ამისა, უფალი ჩვენთანაა და უფალი ახლოსაა ჩვენთან. ჩვენი ლოცვით, ჩვენი სულიერი ცხოვრებით უკავშირდებით უფალს. ეს არის ვერტიკალური ჩვენი სწრაფვა. მეორე არის სწრაფვა ხალხისადმი, ესე იგი კავშირი ხალხთან, განსაკუთრებით კავშირი გაჭირვებულ ადამიანებთან. ადამიანმა უნდა იტვირთოს სიმძიმე სხვა ადამიანის. აი ეს ჰორიზონტალური ხაზი უნდა ძალიან ძლიერი უნდა იყოს. ორივე ძლიერი უნდა იყოს. და ამ შემთხვევაში ადამიანი ასრულებს თავის მისიას. ფიქრები წარსულსა და მომავალზე არასდროს ასვენებს. ამბობს, რომ წარსულისა და აწმყო ცხელვარებით არის სავსე, თუმცა საბოლოოდ სიმშვიდე შემოდის. ასეთია მისი მელოდია და ამბობს, რომ ასეთია ცხოვრებაც.